For more than 50 days now. უკვე 50 დღეზე მეტია ქართველები მთელი ქვეყნის მასშტაბით ქუჩებში უპრეცედენტო საპროტესტო აქციებს მართავენ. იბრძვიან საკუთარი ქვეყნის, როგორც ევროპული ოჯახის წევრის, დემოკრატიული მომავლისთვის. მათ პასუხობენ ძალადობრივი რეპრესიებითა და დაშინებით, ასევე დაკავებებით. საქართველოს პროგრესირებადი დემოკრატიული დაღმასვლა ძალიან შემაშფოთებელია. სრულიად მიუღებელია ძალადობა და სიძულვილის ენის გამოყენება დემონსტრანტების, პოლიტიკოსების და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ. ასევე გავრცელებული ინფორმაცია საჯარო მოხელეების სამსახურიდან პოლიტიკური მოტივით გათავისუფლების შესახებ და სალომე ზურაბიშვილისადმი არსებული მუქარები. ძალადობრივი დარბევებისა და დაკავებული დემონსტრანტების წამების ბრალდების მიუხედავად, რომელზეც საქართველოს ომბუდსმენმაც ისაუბრა, არც ერთი სამართალდამცველის მიმართ არ დაწყებულა გამოძიება. ასეთი ქმედებები არ შეესაბამება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, რომელიც საქართველოს აქვს. ევროკავშირი კვლავაც სოლიდარულია ქართველი ხალხის მიმართ და მოუწოდებთ ხელისუფლებას სწრაფი ნაბიჯები გადადგან დაძაბულობის განმუხტისთვის. უსამართლო დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ. ძალადობის შემთხვევები უნდა იყოს გამოძიებული და ამ უკანონო ქმედებებში ჩართული სამართალდამცავი სტრუქტურის ოფიციალური პირების მიმართ შედეგები უნდა დადგეს. The brave Georgians have been protesting. მამაცი ქართველები 50 დღეზე მეტია აპროტესტებენ თავიანთი ევროპული მომავლის მოპარვას მიუხედავად ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან სისასტიკისა და ძალადობისა. სხვადასხვა ქუჩაში გამოსული ადამიანები მათ კრემლის ოცნების, რუსეთის ოცნების პარტიას ეძახის. მაშინ როცა ქართველები იბრძვიან ევროპული გზისთვის, ჩვენი მოვალეობაა ვიყოთ მკაფიო ჩვენს მხარდაჭერაში. პირველი, ქართველი ხალხის ერთადერთი ნამდვილი და ლეგიტიმური წარმომადგენელი და ერთადერთი აღიარებული თანამდებობა პირი არის სალომე ზურაბიშვილი. მეორე, ქართული ოცნება და თვითგამოცხადებული ერთპარტიული პარლამენტი არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება. მოვუწოდებ ევროკავშირის ლიდერებს, წევრ სახელმწიფოებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს. თავი შეიკავონ ყველა ქმედებისგან, რაც მოახდენს თვითდანიშნული ქართული ოცნების ხელისუფლების ლეგიტიმაციას. უმრავლესობის პარტიები ამ რიტორიკას იყენებენ მხოლოდ იმ ქვეყნების წინააღმდეგ თავდასხმისთვის, რომლებიც დასავლურ ინტერესებს არ ემორჩილებიან. საქართველოში ეუთომ შეძლო არჩევნების საერთო ჯამში სწორად ჩატარების დადასტურება. ეს არ უარყოფს ქვეყნის პრობლემებს, რომლებიც მრავალრიცხოვანია. ჩვენ დავგმეთ რამდენიმე კანონი საქართველოში, რომლებსაც არ ვეთანხმებით. ამავდროულად მიუღებელია ევროპული ელიტების სურვილი შეცვალონ არჩევნების შედეგი, როდესაც ის არ ემთხვევა ნატოს საგარეო პოლიტიკის არჩევანს. ისინი იქამდეც კი მიდიან, რომ ლეგიტიმაციას ანიჭებენ პრეზიდენტს, მიუხედავად იმისა, რომ ის ახლა კანონიერად აღარ იმყოფება თანამდებობაზე. ეს მენტალიტეტი წარსულს ეკუთვნის. ჩვენი მოსმენა თუ არ გსურთ, მაშინ მაინც გაითვალისწინეთ ის ევროპელი მოქალაქეები, რომლებიც არ აძლევენ ხმას ან მხარს უჭერენ სხვა პოლიტიკურ ფორმაციას, რომელიც ევროკავშირის ამჟამინდელი ხელმძღვანელობისგან განსხვავებულია. დროა რადიკალურად შევცვალოთ ჩვენი მიდგომა, რათა არ უღალატოთ იმ ხალხის ნდობას, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ და სამართლიანად და პატიოსნად შევხვდეთ გლობალურ გამოწვევებს, რომლებიც ჩვენ გველოდება.